მოგესალმებით კოლეგებო, quorumi გვაქვს, შეგვიძლია დავიწყოთ კომიტეტის სხდომა. დღევანდელი სხდომა ერთი საკითხით არის წარმოდგენილი, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. შემდეგ არის მთელი რიგი კანონებისა ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც იქნება ცვლილებები, პირველი ამ ცვლილებიდან გამომდინარე შესატანი, თქვენ დღის წესრიგი დარიგებული გაქვთ, რაიმე შენიშვნა თუ არა გაქვთ დღის წესრიგთან დაკავშირებით, თხოვთ კენჭი უყაროთ. კი ბატონო, მომხსენებელი გახლავთ ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. თხოვთ ბატონო ვახტანგ. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ინიციატივას მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თამდევ კანონ პროექტებთან ერთად, როგორც მოგეხსენებათ, ეს კანონ პროექტი ითვალისწინებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ სტრუქტურულ რეორგანიზაციას აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში, საქართველოს მთავრობაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ერთი სამინისტროს ნაცვლად შეიქმნება ორი დამოუკიდებელი სამინისტრო, თანაც ერთი დაფარავს რეგიონულ განვითარებას და ჩამოყალიბდება როგორც რეგიონული განვითარების სამინისტრო, ხოლო მეორე იქნება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ამ გადაწყვეტილების მიღება უკავშირდება სამთავრობო პროგრამას, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილია და რა პროგრამითაც საქართველოს მთავრობას გამოეცხადა ნდობა და ითვალისწინებს 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. როგორც მოგეხსენებათ, რეგიონული განვითარების სამინისტრო არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამინისტრო ფუნქციიდან გამომდინარე, რომელსაც ის ატარებს და ასევე მისი საბიუჯეტო დაფინანსებაც მზარდია ბოლო წლების განმავლობაში. მაგალითად, ბოლო 3 წლის მანძილზე ის არ ჩამოცდენია 3 მილიარდ ლარს და მოიცავს როგორც რეგიონულ განვითარების მიმართულებას, ისევე ინფრასტრუქტურის მიმართულებასაც. ამავდროულად, ასევე რეგიონული განვითარების სამინისტროს კოორდინაციით ხორციელდება ისეთ მნიშვნელოვანი საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელის ხარჯვა და განკარგვა, როგორიც არის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და რომელიც ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელებას ისახავს მიზნად მუნიციპალიტეტებში. მაგალითად, ინფორმაციისათვის წელს რეგიონული განვითარების ფონდის მოცულობა გახლავთ 760 მილიონი ლარი და ასევე სამთავრობო პროგრამით განსაზღვრულია, რომ ამ საარჩევნო ციკლის, ანუ 4 წლის განმავლობაში ჯამურმა მოცულობამ რეგიონული განვითარების ფონდის, რომელიც მიმართულია რეგიონების განვითარებაზე, 2 მილიარდ ლარს უნდა მიაღწიოს და შესაძლებელია გადააჭარბოს კიდეც. პარალელურად ასევე რეგიონული განვითარების სამინისტროს კოორდინაციით მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის აღსრულება. წლის ბოლოს სრულდება დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობას 2020-2025 წლებისთვის ჰქონდა დამტკიცებული და შესაბამისად შედგება უკვე ამ გაანალიზებული შედეგების ან მიღწეული შედეგების საფუძველზე. ახალი სტრატეგიის დაწერა ამ ეტაპისთვის რისი თქმაც შეიძლება არის ის, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შედეგად გაიზარდა მნიშვნელოვანწილად მუნიციპალიტეტების როგორც საკუთარი უფლებამოსილება, ისე საბიუჯეტო დაფინანსების წყაროები, რამაც განაპირობა კიდეც მათი ბიუჯეტის შესაბამისი ზრდა და ახალი დეცენტრალიზაციის სტრატეგიაც რეგიონების უკეთ განვითარებას, მუნიციპალიტეტების საკუთარი უფლებამოსილებების, ფინანსური და ქონებრივი კომპეტენციების ზრდას გაითვალისწინებს და სწორედ ამ გარემოების მხედველობაში მიღებით, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება გულისხმობს ქვეყნის სატრანზიტო და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის როლიდან გამომდინარე შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის გზების და ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე წყალმომარაგების და კომუნიკაციების სისტემის მშენებლობაში აქტიური მონაწილეობის მიღებას, ორი დამოუკიდებელი სამინისტროს არსებობა, რომლიდანაც ერთი სრულად დაფარავს ინფრასტრუქტურას და ინფრასტრუქტურულ პოლიტიკას, ხოლო მეორე მოემსახურება რეგიონების განვითარებას, აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინაციას მუნიციპალიტეტებთან და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების
გამოცდილებების გაძლიერებას, იქნება უფრო ოპტიმალური და უფრო კარგად უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც როგორც სამთავრობო პროგრამით, ისე ცალკეული სექტორული სტრატეგიებით არის განსაზღვრული. წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია გაყოფა რეგიონული მიმართულების და ინფრასტრუქტურის მიმართულების და შესაბამისად უფლებამონაცვლეები გახდებიან შესაბამის დარგების მიხედვით ახლად შექმნილი რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ამავდროულად მოხდება სამინისტროში არსებული თანამშრომლების გადანაწილება მათი არსებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით და კომპეტენციის გათვალისწინებით ახლად შექმნილ ერთ ან მეორე სამინისტროში. ამისათვის კანონის შესაბამისად მოქმედ სამინისტროში შეიქმნება კომისია, რომელიც თანამშრომლების განაწილებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, მთავრობა ასევე განსაზღვრავს იმ პროგრამულ კოდებს კანონის მიღების შემდეგ, რომელთა ხარჯვის უფლებამოსილება კომპეტენციის შესაბამისად ამ ორ სამინისტროს მიენიჭება. ამავდროულად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დღესდღეობით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გარდა რეგიონული პოლიტიკის აღსრულებაში პრემიერ-მინისტრის კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციიდან გამომდინარე მონაწილეობს ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, მისი რეგიონული განვითარების დეპარტამენტის მეშვეობით და ასევე მაღალმთიან რეგიონებთან მიმართებაში მოქმედებს მთიანი რეგიონის სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოც, როგორც სტრუქტურული ერთეული. ახალი სამინისტროების შექმნა საქართველოს მთავრობა უდგება კონსერვატიული დაგეგმვის მეთოდით, რაც გულისხმობს იმას, რომ ამან ჯამურად არ უნდა გამოიწვიოს საშტატო რიცხოვნობის ზრდა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ორი დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა გადავიდეს და დაემატოს კიდევ ახლად შექმნილ რეგიონული განვითარების სამინისტროს და შესაბამისად უკვე ცალკე არსებობა კიდევ სტრუქტურული ერთეულების სახით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აღარ იქნება საჭირო. ეს გადაწყვეტილება უკვე მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურის ანალიზის საფუძველზე კანონპროექტის წარმოდგენის შემდეგ იქნა მიღებული და თუ იქნება თქვენი მხარდაჭერა და მეორე მოსმენის პრინციპებიც ამას ითვალისწინებს, მაშინ ჩვენ უკვე გადამუშავებულ ვარიანტში ამ ცვლილებასაც წარმოგიდგენთ და ასეთი ფორმით რომ იქნეს განხილული. მადლობა ბატონო ვახტანგ. კოლეგებო, ვის გაქვთ შეკითხვები? ბატონო ზვიად, ხალბატონო ნინო შემდეგ. მე რამოდენიმე შეკითხვა მაქვს და ჩამოვთვლი ხო ალბათ და პირველ რიგში რა თქმა უნდა ძალიან მისასალმებელი კანონპროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონების კიდევ უფრო მეტად განვითარებას, დეცენტრალიზაციის უფრო მეტი და სწრაფი ტემპით ზრდას და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ეს ძალიან პოზიტიურად წაადგება ჩვენს რეგიონებს და მივესალმები ამ კანონპროექტს, რა თქმა უნდა. უბრალოდ მე რამოდენიმე კითხვა მაქვს. ერთი კომისიები ახსენეთ, ესე იგი ერთი კომისია არის, რომელიც იქმნება ინფრასტრუქტურის სამინისტროში თვითონ, რომელიც განსაზღვრავს კადრების გადანაწილებას, მეორე კომისია არის, რომელსაც მთავრობა ქმნის, რომელიც აქტივების გადანაწილებას განსაზღვრავს და მაინტერესებს ახლა ამ კადრების გადანაწილება და აქტივების გადანაწილება როგორ მოხდება იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ უნდა იყოს დაუშვათ ფუნქციები განაწილებული ზუსტად და გამიჯნული ამ ერთი სამინისტროდან ორ სამინისტროზე და თუ აპირებთ დაუშვათ ისეთი კომისიის შექმნას, რომელიც პირველად ჯერ ფუნქციებს გადაანაწილებს და მერე შესაბამისად კადრებს და აქტივებს და ასე შემდეგ. ეს ერთი კითხვა. და თუ იქნება ამ ფუნქციების გადანაწილებაში დაუშვათ თვითმმართველობები ჩართული ან რწმუნებული ადმინისტრაციები. მეორე, მაინტერესებს ასევე მივაბავ ამ კითხვას, როგორი სამართლებრივი იქნება საბოლოოდ სამინისტრო, როდესაც შეიქმნება რწმუნებული ადმინისტრაციებთან და თვითმმართველობებთან. მესამე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგია. ეხლა აქ როგორც არის კანონპროექტში გაწერილი, 1 წელია იმისთვის, რომ მთლიანად დაკომპლექტდეს ეს სამინისტრო, ხო? და ამ პერიოდში ჩვენ გვექნება თუ არა საშუალება, რომ სტრატეგიაზე ვიმუშაოთ და სტრატეგია იქნას წარმოდგენილი 1 წლიანი, 2 წლიანი ან 5 წლიანი, როგორც ვაკეთებთ ხოლმე აქამდე რამოდენიმე წლიანი, ამასაც მივესალმებით თუ ამასაც გაითვალისწინებენ. და ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ბიუჯეტი, როდის და როგორ განისაზღვრება, იმიტომ რომ ხა როგორც ვატყობ, ხა წელს იქნება რეალურად
ცენტრალურად ინფრასტრუქტურის სამინისტრო განსაზღვროს და განკარგავს ამ ბიუჯეტს წლის ბოლომდე და მომავალი წლიდან იქნება უკვე რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის ცალკე ბიუჯეტი გამოყოფილი. ხო და აქ კი არის მითითებული, რა თქმა უნდა, ხა ფინანსის სამინისტრო დაიწყებს ამაზე მუშაობას, მაგრამ პრიორიტეტები და პოლიტიკა რა იქნება, ამას ფინანსის სამინისტრო ვერ განსაზღვროს, უნდა განსაზღვროს რეგიონებმა და სამინისტრომ და ესეც თუ შეიძლება ამაზეც რომ იმასხოთ. მადლობა. ნინო, გთხოვთ. მოგესალმებით, რა თქმა უნდა, სრულად მხარს უჭერთ პრემიერის ინიციატივას და საჭიროებასაც ნამდვილად ვხედავთ ამისი. ჩემი მხრიდან მუდმივად არის ხოლმე იმის განცდა, რომ სამინისტროები, სადაც რამდენიმე თემა ერთად არის გაერთიანებული, მე ყოველ შემთხვევაში ვემხრობი, რომ ეს მიმართულებები იყოს გაყოფილი სხვა სამინისტროების შემთხვევაშიც, მაგალითად, როდესაც გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა ერთიანდებოდა, მაშინაც საკმაოდ ისეთი წინააღმდეგობრივი პოზიცია გვქონდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ვიაზრებთ და ვითვალისწინებთ იმის აუცილებლობას, რომ ცალკე იყოს, მით უმეტეს, როდესაც თავად დაასაბუთეთ ის მასშტაბური ფინანსური პროექტებიც, რომელიც რეგიონებში ტარდება, მათ შორის თვითმმართველობებთან დაკავშირებული საკითხები. კითხვა ჩემი დიდწილად სწორედ ამ კომისიებთან დაკავშირებით იყო, თუმცა უფრო დავკონკრეტდები, სამინისტროს თანამშრომლებს, ეხლანდელ თანამშრომლებს შეიძლება იყვნენ თანამშრომლები შეიძლება იყვნენ 7-ად. ვაზუსტებ უბრალოდ, როგორც მე გავიგე, ესე არის, რომ ამ ეტაპზე უბრალოდ კომისია გადაანაწილებს, რომელი თანამშრომელი დარჩება ინფრასტრუქტურის სამინისტროში და რომელი გადავა ახლად შექმნილ სამინისტროში, ხოლო 3 თვის მანძილზე უკვე ახლად შექმნილი რეგიონული სამინისტრო გამოახდენს საშტატოს ოპტიმიზაციას. ანუ ეს მინდა რომ დამიზუსტოთ და მითხრათ პასუხი და ამავდროულად შეიძლება მე ვერ ვნახე უბრალოდ ახლა გადავავლეთ თვალე თვითმმართველობის კოდექსში არ შედის არანაირი ცვლილებები თუ არ საჭიროებდა და გასაგები არც უფლება მოსილების ნაწილში არის დეცენტრალიზაციის ნაწილში თუ ჯერჯერობით, რადგან ამას არ განვიხილავთ და მხოლოდ სტრუქტურული ცვლილებებია, აქედან გამომდინარე, იქ არ იყო საჭირო რაღაც გარკვეულ საკითხებს მიწერილი ყოფილიყო უკვე შემსრულებლად თქვათ რეგიონული სამინისტრო. ესე ვფიქრობ, რომ შეიძლება ყოფილიყო საჭირო, ამიტომ ამასაც გეკითხებით. ერთი კითხვა მეც მექნება. საინტერესო არის თვითონ ერთი თქვათ გასაგებია რომ ერთი სამინისტრო შიგნით დღეს მოქმედი ერთი სამინისტრო შიგნით მოხდება ეს ფუნქციონალური გადანაწილება და ნათელი არის საკითხი გასაგებია. მნიშვნელოვანია აგრეთვე თუ არის მოაზრებული ან ასე ვთქვათ ხედვა იმასთან დაკავშირებით რომ რეგიონალური პოლიტიკა ხორციელდება სხვადასხვა სამინისტროების მხრიდანაც, ხო? განათლების სამინისტრო, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ძალიან დიდი სპექტრი არის, იუსტიცია, რასაც სამინისტროები, ცენტრალური ხელისუფლება რეგიონებში ასრულებენ და აკეთებენ. ამ კუთხით რა მაკოორდინირებელი ფუნქცია შეიძლება კონდეს ამ სამინისტროს? ეს ერთი და აქედან გამომდინარე გარკვეულწილად ეს სამინისტრო იქნება თუ არა ერთგვარი, ასე ვთქვათ, რეგიონალური და მუნიციპალური საჭიროებების დამკვეთი, როდესაც ყოველწლიურად მაგალითად ბიუჯეტი და მთავრობის სამოქმედო გეგმები შედგება ხოლმე, რომელიც ბუნებრივია სამინისტრო სამოქმედო გეგმებსაც მოიცავს. მადლობა შეკითხვებისთვის. მივყვები ეს ჩამოწერილ კითხვებს და იმის შესაბამისად გიპასუხებთ. ორი კომისიის არსებობის საკითხი პრინციპში გამომდინარეობს იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს. ანუ პირველ რიგში ამოქმედება ამ შემთხვევაში თანამშრომლების განაწილების თვალსაზრისით სრულიად ტექნიკური, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ ვთქვათ რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ან მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი, რომელიც მოიაზრება უკვე რომ იქნება რეგიონული განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში, მის თანამშრომლები ავტომატურად გადავლენ უკვე ამ ახალ სამინისტროში და ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიღება არის მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს კანონის ამოქმედებისთანავე, რაც შეეხება თვითონ მეორე კომისიას, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ იქმნება, მთავრობის მხრიდან მისი შექმნის საჭიროება განაპირობა იმ საკითხებმა, რომელიც ამ კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, კერძოდ ეს ეხება ქონებრივ საკითხებს და ქონების ინვენტარის
ასე ვთქვათ, აქტივების განაწილებას, ასევე საბიუჯეტო რესურსების გადანაწილებას, რაზედაც თვითონ ამ სამინისტროს კომპეტენცია და უფლებამოსილება, ერთი დარგობრივი სამინისტროს უფლებამოსილება არ ეყოფოდა. კომისიის შექმნის საკითხი არის, ანუ შემადგენლობის განსაზღვრაში საქართველოს მთავრობა არის ღია, ანუ გთავაზობთ ესეთ ვარიანტს, რომ შემადგენლობა განსაზღვროს დამოუკიდებლად და მასში წარმომადგენლობის ან გუბერნიების ადმინისტრაციების შეყვანაც იქნება დისკრეციის საკითხი იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც დადგება. ასევე ამ კომისიაში შესაძლებელია თავიდან არ იყოს ეს გუბერნატორი და მერე დადგეს საჭიროება, იმიტომ რომ ერთი თვის განმავლობაში ან რაღაცა პერიოდის განმავლობაში შეიძლება ამ კომისიამაც საქმიანობა განაგრძოს. ჩვენ ეს მაგალითი გქონდა კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემთხვევაში, როდესაც იქ გაიყო, იქაც ანალოგიურად შეიქმნა მთავრობის მიერ კომისია და ამ კომისიას ეს მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად დაჭირდა დაახლოებით ერთთვიანი პერიოდი და იმის გათვალისწინებით, რომ არ ყოფილიყო შეზღუდული საკუთარ გადაწყვეტილებებში, როგორც წინა შემთხვევაში, ისევე ამ შემთხვევაში გარკვეული დისკრეცია აქვს მთავრობას დატოვებული, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული და ამ ორი სამინისტროს გაყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტის ფუნქცია ჰქონდეს ამ კომისიას იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკაში გარკვეული პროცედურული შეუსაბამობა იქნა გამოვლენილი. რწმუნებულებთან ურთიერთობას, რაც ეხება რწმუნებულები თავის სტატუსით რასაკვირველია რჩებიან და არიან მთავრობის წარმომადგენლები, იქიდან გამომდინარე, რომ რწმუნებულებთან ურთიერთობას არსებითად დღესდღეობით წარმართავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომელიც ფუნქციურად ახალ სამინისტროში გადაინაცვლებს, შესაბამისად, პირველი საკოორდინაციო რგოლი რწმუნებულების იქნება სამინისტროსთან და მთავრობის შემადგენლობიდან, მთავრობის წარმომადგენლობიდან გამომდინარე, მათ პრემიერ-მინისტრთან და შესაბამისად მთავრობის ადმინისტრაციასთანაც რასაკვირველია ექნებათ კომუნიკაცია, თუმცა პირველადი ერთეული, როდესაც ისინი იურთიერთებენ ან ცენტრალურ ხელისუფლებასთან იქნება სამინისტრო. ბიუჯეტის გაყოფა და პროგრამული მიმართულებების განსაზღვრა არ დაელოდება ახალ საფინანსო წელს, ანუ ბიუჯეტი გაიყოფა კანონის მიღებიდან მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას, მთავრობის განკარგულების პროექტს, სადაც განსაზღვრავს კონკრეტულ პროგრამულ კოდებს, რომელი პროგრამული კოდის ხარჯვაზე, რომელი სამინისტრო იქნება უფლებამოსილი და შესაბამისად ყველა, ანუ ორივე ახალი სამინისტრო დაიწყებს თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში ამ ბიუჯეტის ხარჯვას. ანუ ასე ვთქვათ, რეგიონული განვითარების ანუ ერთიანი რეგიონული განვითარების, ანუ ინფრასტრუქტურის სამინისტროს არ რჩება, მოკლედ ასე რომ ვთქვათ, კოდები, რომლებიც უკვე რეგიონული განვითარების პოლიტიკის დარგში მოქმედი სამინისტროდან გამომდინარე უნდა იყოს რეგიონული განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებაში. თანამშრომლების საკითხს რაც ეხება, ყველა გადადის სამინისტროში მოქმედი თანამშრომელი, სწორედ იმისთვის, რომ შესაბამისი უფლებრივი გარანტია შექმნილიყო, მათ შორის უკონკურსო გადაყვანის პრინციპიც არის გათვალისწინებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ახალი მინისტრი და უწყება თავის საჯარო სამსახურის განსაზღვრული კომპეტენციიდან გამომდინარე, ინარჩუნებს უფლებას, რომ ოპტიმიზაციის თვალსაზრისით შეხედოს ამ საკითხს და განახორციელოს, თუმცა ეს სავალდებულო არ არის, არც კანონი ითვალისწინებს სამინისტროს ასეთ ვალდებულებას, საჭიროებიდან გამომდინარე, დროთა განმავლობაში თუ დადგება შესაბამისი საჭიროება, ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. თვითმმართველობის კოდექსს რაც ეხება, ის არსებითად აგებულია უფრო მუნიციპალურ უფლებამოსილებებზე, ძირითადად არის ორი ტიპის ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლებასთან, ერთი ეს არის სამართლებრივი ზედამხედველობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ახორციელებს და გულისხმობს მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებზე, სამართლებრივი ექსპერტის ჩატარებას, რაც ისევ რჩება პრემიერის უფლებამოსილებებში და მეორე დარგობრივი ზედამხედველობა, რომელიც გუბერნიების კომპეტენციაა და აქედან გამომდინარე ამ თვალსაზრისითაც ცვლილებები არ იყო საჭირო თვითმმართველობის კოდექსშიც. რაც შეეხება თვითონ ესე ვთქვათ, მიმდინარე სხვადასხვა დარგში მოქმედი რეგიონულ საჭიროებებს, ბატონო ირაკლი, ამ შემთხვევაში ამ კანონპროექტთან გამომდინარე აქტებად ახლავს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტები, რომელიც
თავისი რეგულირების სფეროდან გამომდინარე შესაძლებელია იყოს სხვა სამინისტროს კომპეტენცია, თუმცა მათში არის გათვალისწინებული რეგიონული განვითარების დღესმოქმედი რეგიონული განვითარების სამინისტროს უფლებამოსილება და შესაბამისად გაყოფიდან გამომდინარე მოხდა ამ ახალშექმნილი სამინისტროდან ან ორივეს ჩანაცვლება, ან ერთ-ერთი მათგანის ჩანაცვლება. მაგალითად, წყლის რესურსების მართვის კანონი, რომელიც ითვალისწინებს ასე ვთქვათ, წყლის რესურსების სფეროში სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციებს, აქ დარჩება ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენცია, იმიტომ რომ წყალმომარაგების კომპანია, რომელიც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, იქნება რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებაში და სხვადასხვა კანონზე, აი მაგალითად მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონში მაღალმთიანი რეგიონების თვალსაზრისით დღესმოქმედი სამინისტროს კომპეტენცია რეგიონული განვითარების სამინისტროთი ჩანაცვლდება, იმიტომ რომ მთის პოლიტიკა მიდის რეგიონული განვითარების სამინისტროში და ასე შემდეგ. თუ უპასუხე კითხვებს, თუ არა დამატებითაც მაინტერესებს, აი მაგალითად რომელიღაც სფერო ავიღოთ. რეგიონალური სამინისტრო, განვითარების სამინისტრო ექნება, თქვა, თავის წინადადებების საჭიროებებთან დაკავშირებით მთავრობის ხდომაზე, მთავრობა როცა შეიმუშავებს მომავალი წლის, თქვა, ბიუჯეტს და სამოქმედო გეგმას, რომ მაგალითად ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის საჭიროება არის, რა თქმა უნდა, მასაც გონივრული, ასე თქვა, დათვლა და ანალიზის საფუძველზე იქნება. პარალელურად სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროც მუშაობს ამაზე, რომ ამ რეგიონებში თქვა ამ ტიპის განვითარება მოხდეს. აი ამ ტიპის კოორდინაციაში თუ იქნება მისი უფლებამოსილებები დაახლოებით, აი ამის დაკონკრეტება თუ შესაძლებელია ამ ეტაპზე. სხვადასხვა საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელი, რომელიც რეგიონების სოციალ-ეკონომიკური გათანაბრებისკენ არის მიმართული, ემსახურება სწორედ მუნიციპალიტეტების და მუნიციპალური საჭიროებების ამ მიმართულებებით მხარდაჭერას. მაგალითად, მთის განვითარების ფონდი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, სოფლის განვითარების პროგრამა და ასე შემდეგ, რომელიც სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს სწავლობს და აქ მუნიციპალიტეტებთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტების გავლით, გუბერნიების გავლით ადგილობრივ მოსახლეობასთან კოორდინაციის პირველადი მექანიზმი აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ეს ახლად შექმნილი რეგიონული განვითარების სამინისტრო იქნება. თუნდაც ხო არა გაქვთ სხვა დამატება შეკითხვა? მაშინ წინადადება შემომაქვს, რომ კენჭი უყაროთ ამ საკითხს იმ დამატების გათვალისწინებით, რომელიც უკვე მეორე მოსმენის პირობებში იქნება ჩამატებული, ანუ მთავრობის ადმინისტრაციასთან არსებული დეპარტამენტის, რეგიონალური ურთიერთობათა დეპარტამენტის ჩართულობა გადატანა ახალშექმნილ სამინისტროს სტრუქტურულ შემადგენლობაში. ვინ არის მომხრე? მადლობა, გადაწყვეტილება მიღებული არის. ამით კომიტეტმა თავის დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხი განიხილა და კომიტეტის ხდომას დახურულად ვაცხადებთ. მადლობა.